There's no chance, there's no choice. It's calling me, sliding so precious and sweet. My mind keeps fading away. It's scratching deeper, my soul reliever. How can I find you now? Light it blinds me, light it blinds me, light it blinds me, light it blinds me ბავშვები ცხოვრობენ გასწავლას. ბავშვებო, თქვენ მოგესალმებით. ბაბუებო, ბებიებო, ბაბუებო, უცნაურო ადამიანებო, ყველაზე კარგებო, ყველაზე ცუდები არ მიყურებთ. ფრინველებო, ცხოველებო და ასე. ყველას მოგესალმებით. და იწყება რა თქმა უნდა ყველაზე ენერგიული, ყველაზე ახალგაზრდული, ყველაზე იუმორისტული გადაცემა თქვენი შოუ. მისი წამყვანები ვართ მე და მე. ამიკო და აკო. ყველაფერი მზად არის ამიკო? მაშინ ვიწყებთ. მაშინ თქვენ დღეს გადაცემაში Amsterdamos mezobeli tu dagi berda Murmarili dagi zurda Ay! Şumuta açtı öyle. Supliari var mı? Bak apkalem dediğine be. Ne cesar თქვენი შვილი? 13. ოი, რა თარსება სკოლია. Цивилизация, цивилизация. Hi, Bitler რა უკარით ტაში, აბა ყველამ კარგად ნახეთ რამე ხო არ დაგჭათ სახლში. Mogli spire. მე ხო არ გამოვაცხადებ შენ ნომერს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, მე შენ უნდა მითხრა, არა მე უნდა გამოვაცხადო, გადავწყვიტოთ, იმ უნდა გამოვაცხადო, ის შებრუნდეს კამერას და უთხრას. შემდეგი ნომერი რაც არის? არ ვამბობ. ხელს გადაწევით. სამართლიანად. 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 Ვა, იმედი. რა, ბიჭო. ვახ. მოიცა. დავრეკავ, ეხავე, მოიცადე. თქვენი შოუ სცენაზე მინი სცენები. ლეიბორისტი ტერმინატორი. ალბებაცკ. მინი სცენა მექსიკელები. Carrito rataticha, pareto richa, te quiere rata ficha, Guadalajara, México, Ricardo, quiero, Ricardo, quiero, es duro, empiezo de Izziaref, megobaro, Izziaref, როგორ დაემართა?
სიტუაცია საბავშვო ბაღში. ზალიკო, მე ახლა ვიმყოფები. ახლად გახსენე საბავშვო ბაღში, რომელიც ულტრათანამედროვე დიზაინით არის გაკეთებული და მე ახლა ერთ-ერთ შემთხვევით ბავშვს შევარჩევ და კითხავ ას თუ როგორ მოსწონს მერიის მიერ აშენებული საბავშვო ბაღი. აი შენ, მოდი ბიჭუნა, მოდი. როგორ მოგწონს ახალი საბავშვო ბაღი? ძალიან მაგარია საბავშვო ბაღი, იმიტომ რომ გვაძლევენ ბევრ შესაძლებლობებს, გვიკეთებენ კომპიუტერებს, არის განვითარებული ტექნოლოგიები, თანამედროვე ხელისუფლებამ გაგვიკეთა ყველაფერი, ჩვენ მოგვიწყო, ვითარდება, არის ლეპტოპები, კომპიუტერები, სიმინდისგან გვიკეთებენ შეშანიშნავ ნამცხრებს და ყველაფერი ძალიან კარგი არის ჩვენ სკოლაში ვითარდება ჩვენი სკოლა. რუსეთი. რუსეთი არის ოკუპანტი. ზალიკო, ჩვენ რეკლამის შემდეგ შევხვდებით. აი ბიჭი ხარ, აკაკი, გაიქეცე ხა და ხვალ გლდანში კარუსელებს ხვი და ნატოში ინტეგრაციაზე მომზადე ტექსტი, კარგი? კამფეტი? კამფეტი იქნება. ნატო არის ძალიან კარგი. კარგი ბიჭი. ბოტოქსიანები ფიტნეს კლუბში. მის რა არის? ანუ შენ ამ ფიტნეს კლუბში დაეთრები შეიდიოტო შენ. ხოშენ. მე ვარ ერთ-ერთი პირველი ლეგიონერი, ვინც ამ საერთოდ ფიტნეს კლუბში დავდიოდა გოიმკაშა. შეიდიოტო ეს ფიტნეს კლუბი რო ძირს იყო და ვეღარ არსებობდა, მაშინ მე ჩავუყარე საფუძველი და ღვაზებს. ამ ფიტნეს კლუბს უჭირდა, ჩემი მკერდი დავეხმარ და კედლებში ჩავატანია ყველგან. იმიტომ არ დაბზარული ყველა კედელი შეიდიოტო. მომისმინა შენ ხარ გოიმკა, იცი რატო? რატო ვარ? ჩემი ცხოვრების კრედო არის ყავა ფრენჩი და ბოტოქსი და აი შენი ცხოვრების კრედო არის ღვინო დუდუკი კაცები. აი მე რევს როშა საერთოდ საიდან მოიტანო ღვინო დუდუკი კაცები ჩემი კრედო არის ბეილისი, არღანი და ბოტოქსი. შედიოტო შენ. არღანი კაკო გადასცი ნუ. ხო არღანი ხო. არღანი რა უბედურებ აი მე მიყვარს ეს არღანი და რა გავაკეთო დერენი მომისმინე აი კისერს გამოგაჭამ მენა რა თქმა კისერს გამოგაჭამ ვერ გავიგა მითხარი ყურში კისერს გამოგაჭამ უჩარხარი ყურში იდიოტო შენ სახესა მოგაძრო ფეხებს ვერ მომჭამ ძირში გამიგა შენ ფეხებსაც ვერ მომჭამ ძირში ხო მაკოცე დუნდულაზე ვაიმე შემდეგი მისცემა ყველაზე ერთგული ძაღლი კარგია კარგია სულ ხმარი სოფო ვინ არის სოფო შეთეგენიალო ვინ არის სოფო ვინ არის შეთეგენიალო სოფო მოიცადე მე შენ გიჩვენებს ეს არა ყველაფერს აგიხსნი ვინ იყო ის სოფო მითხარი გადი მოვიდა ჩემი ცოლი არა ყველაფერს აგიხსნი დიდი ბოდიში მეგობარია მიიღო ხო თავის მეგობარია პირველი არხის ეროტიული გადაცემა მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო, ეთერშია პირველი არხის ეროტიული გადაცემა. და დღეს ჩვენთან სტუმრად არის მამა პაპურის საუნის ფლობელი, ტემპერამენტიანი ენის პატრონი ბატონი თენგო. ბატონო თენგო, რა არის ქალი და რა დადებითისებები აქვს ქალს? დიდი მადლობა ბატონო ემზარ მოწვევისთვის, სანამ დავიწყებ საუბარს, მე მინდა ხო მაყურებელს რომ 35 წლამდე ბავშვები მოვარიდოთ ეკრანზე, იმიტომ ეროტიული გადაცემაა. რა შეეხება ქალს, ეხა
ხალი რო დადის ბატონო ემზარ ეს არის ხა ცენზურა აღარ გვაქვს და სექსუალური ხალს სიარული უხდება უბრალოდ ხა ბატონო ცენგო მე მეცას გეტყვით ქალს რომ ყური აქვს მე იქ კაცად აღარ ვარგივარ ბატონო ცენგო დამაკავეთ მაგ დროს და დამაბით სწორედ ჩემში ნებებით ბატონო ემზარ მე თქვენ არ გინახავთ ხალი ორი ყურით მე ევროპაში ვარ ნამყოფი ეხლა მოგეხსენებათ რომ მე ევროპაში ვარ ნამყოფი ესეთი ჩაკეტილი არ არის როგორც აქ და ხალები ორივე ყური დადიან გასამბო ჩემი თვალით რო არ მქონდეს ნანახი ამას არ გეტყოდით ბატონო კიდე როცა ხალი რომ გაახკივის სამეზობლოში ბატონო ვის ფანჯიდან გადახტომა მინდა და ჩახდება ბატონო თანგო ჩვენ ეხა სკანდალური ეროტიული სცენა ჩვენს ეთერში იქნება რაც სატელევიზიო სურპრაიზ ბატონო თანგო ხავთ ყველაზე ეროტიული სცენა რაც სატელევიზიო სიუჟეტში არ ყოფილა რათია თუ შეიძლება არ ბატონო ემზარ საკუთარ თვალებს არ უძერებ. აზია ცოტა მოიძი აქეთ შემოგე. ხალი სტუდიაში ბატონო ემზარ მიჭირს თავის შეკავება. შეხედეთ. აი დააკვირდით ეხა მე ევროპაში ვარ ნამყოფი მის იდაყვებს დააკვირდით. ხალს იდაყვები აქვს ეხა აშკარა რომ ხედავთ. ბატონო თენგო კოჭები ბატონო თენგო მე აღარ შემიძლია. კოჭები მე აღარ შემიძლია. მიჭირს მე მე ეხა დამაბი ბატონო თენგო. ყვივრალები საოცრება სასწაულია. ნუ იტყვის. ხალბატონო ნათია რამე გითხარით? მე დიდხანს ფიქრობდი, მიმეღოთ მონაწილეობა პირველი არხის ამ ეროტიულ გადაცემაში. ბატონო ემზარ, მე ვარ დაზაფრული, თავს ვეღარ ვიკავებ. ხმა, ხალი ლაპარაკო. ესეთი ნებიანი ხმა, ბატონო თენგო. კაცად აღარ ვარგივარ. შევხვიდოთ გადაცემა. მე თავს ვერ გავაკონტროლებ. ხალი ლაპარაკო. თინეიჯერების ახალი გადაცემა. პირველში მოგესალმებით და ჩვენ კლავე ხეში ვართ. გამარჯვებათ და შეყვარეს ნიჯერულ გასცემად თავის. და ჩვენ კლავ მის წამყვანები ვართ ნიკუშა და თორნიკე. როგორც შეგეც წენ გაცემაში ვთქვით რომ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ მეტყველების პრობლემას თუ რატომ აქვს მეტყველების პრობლემას რამეც აღწევს სულწამს. მოგესალმებით. ჩვენს ქვეყანაში ძალიან აქტუალურად დგას მეტყველების პრობლემა. ჩვენ ვისაუბრებთ ზოგადად მეტყველების პრობლემა არის იმაში რომ ზოგი ადამიანი სიტყვას წელავს, ზოგი ადამიანი ბგერას ყავს და ზოგს აქვს ლის პრობლემა. მოგესალმებით. ბილის პრობლემა მართლა ძალიან აქტუალურია საქართველოში. ბილის გამო 99% 100% ფატალური შედეგი დამთავრდა. შეყვარებულები ერთმანეთს ჩორდება. დიახ, სწორედ ამ თემას გავაკეთეთ. დიახ, სწორედ ლის გამო ძალიან ბევრი ოჯახი დანგრეულა და ცოლი ქმარს გაშორებულა. და ჩვენ ამაზე საცხოვრებლად დღეს მოვიწევთ ჯერ არ მოგიწევთ. ცოტა მოიწევთ. ჩვენ თინეიჯერებს მართლა დავენახოთ ქვეყანაში შესაძლებელი პრობლემა. ახლა მოვიწევთ. ჩვენი გადაცემაში მივიწევთ ბატონ სიტყოლოგს, ბიოლოგს და ლოლოგს ქალბატონ ცისანა ფანჩულიძეს. ცისანა ფანჩულიძე სინამდვილეში მართლა ცისანა ფანჩულიძეა, მაგრამ წინა გადაცემაში მე ვთქვი რომ ჩვენ სწორედ ცივი ახახამთ. ამიტომ ცისანა ფანჩულიძე დღეს იქნება ცივი ახახამთ. ხო, ცივი ქალბატონი. ახლა ჩვენ სანდეს სტუდიაში. ქალბატონი ცივი. რამდენ აქტუალურია საქართველოში მეტყველების პრობლემა. დიახ. ანუ თქვენ ძახსოვთ სწორედ ეს არის მეტყველების პრობლემა? გასაგებია, დიახ, გასაგებია. მოგიხადაა, საერთოდ ახლობლებს. დიდი მადლობა, რომ პირველ რიგს გამონახეთ ეს ძირფას დრო და მოგზანდით და გასაბათ მეტყველის პრობლემა. ჩვენ დავინახეთ საქართველოში მეტყველის პრობლემა. შენ მართლა ძალიან ჯანსაღი ფიტოები გქონდა. ძალიან დიდი მადლობა თონიკი. სწორედ ამის გამო ჩვენ შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ თინეიჯერთა ჯანმრთელობის პრობლემებზე. ჩვენ ვისაუბრებთ რამდენად ჯანმრთელია და ჯანსაღი სუნთქვა აქვს, რამდენად სპორტულად ცხოვრობს, თავის ახს მიღწეული სრულწლოვნები. ამის გამო ჩვენ გადაცემაში მოვუწევთ სობილა ქიმოლოგს და ხალატოლოგს, ხალბატონ ცივი ხაბაიც. რამდენ. კაცანია. ახო ეს გადაცემა
იქნება ყველაზე მაგარი. რატო? იმიტომ რომ ჩვენია. რა? იცოდე, აი ამაღამ მაგრად ჩაგეხუტებ. ეს ბოდია, ხოლმე. კაცი ხერი. გეჭი ხერი. და ეს ბოდიალობ. ნიკოლ შოუ, თქვენი შოუ სცენას. და მაგრად ჩაგეხუტებ. გამოვა ეს შოუს ყველაზე მაგარი იმიტომ რომ თქვენი შოუა იცოდე ამაღა მაგრა გაგახარისებს ეთერში თქვენი ნიკოლ შოუა ობასა ამ საღამოს მეზობელი თუ დაგიბერდა მორმარილი დაგიძველდა значит Solmarame arastori tu gagibeda Me wares tu gaginebda Tu ginda rom depresia ra ikido Tu ginda rom da ikido Obasa Ginda puliani Ho ginda upuro Sam shabats unda upuro Da Kamoa is Era quelaze majore იმიტომ რომ გული ღერე თუ არ გავს არც ნიჭი არც მენა არც ვოკალი მაშინ გაჩერდნენ უღარი ღერე და გამოვა ის შოუ სუპერლაზე მაგარი როცა კაცები და ქალები ვაჰაფი ეკრანს მიუახლოვდებიან ჩაუსწრებიან გულდები სიგარები ხავები Obata, გამოვა ის საღამო ყველაზე მაგარი ჩვენი დროის უკვე ათია ისურვე ყოველდღე ასე ხიარობს როგორც ეს სამშაბათია Obata, გამოვა ის შოუს ყველაზე მაგარი იმიტომ რომ თქვენი შოუა აბატა იცოდე ამაღა მაგრა გაგახარისებ ეთერში თქვენი ნიკოლ შოუა თუ დამდო წავიდა არც მე არ მინდა მის გარეშე მის გარეშე მე გადასმას არ წავიყვან. აი ეს. აი. ნუ თუ დავაქვიანე. ნუ თუ დამაქვიანე. იქნებ ჩემთვის დატოვა რამე. რა თმინდა მე უშენო ცხოვრება შენ თუ არ იქნები არც მე არ მინდა ყოფნა. რომეო და ჯულიეტა თქვენი შოუს სცენაზე. თქვენ მიმბრძანდებით უკაცრავად. რა გინა ბიჭო, გააგზელები შენი საქმე რა არის? არა ისა, სპექტაკლს ვიწყებთ და თუ შეიძლება რომ რა ბიჭო, გააკეთე შენი საქმე ითქვა ბიჭო. გააბრძანდი და მაყურებლებს დაჯექით სპექტაკლს ვიწყებთ. სუფლიონი ვარ ბიჭო, გადი რა მიხედე შენ გადა ბიჭო. სიყვარულის ამბავი ნამდვილი არ ვის ეგონა, მაგრამ ამის ამნახველი არის ქალაქი ვერონა. ბალმასკარაძე მოვიდნენ სწორედ მათ შექმნეს შედევრი, გურული ჩვენი რომეო და ჯულიეტა მეგრელი. მაშასე, გურული რომეო. მეგრელი ჯულიეტა.
ქუთაისელი ტიბალ და ხაშურელი მერკუციო მერკუციო გალოი აქეთ გალოი ბიჭო აქეთ გალოი ჩას გაიხარ შედურის გაიხარ გალოი მერკუციო ამქაც აფერი არ უგავს ლაშქუდეის ბარაიზე შემოვეწორა რა გიხოთ საითადა აფერი ხარ რა შობი საარა დედამიზა კი ადამიანი ვარ მეჩოვლები რა ცადა ის მოგინა ვერ გავიგე ავიდა დაიჯი მოვეწორე და წამოვიჩერდა ლაშქუდში და რა თქმა უნდა ოჯახი შევრა და მოგეწოდე რას კი 1-2 ღამე მაინც გავათენა ჩემზე ფიქრებში რაღაც კილოში წავიდეთ რაღაცა გავაკეთე ეხლა რომ მატეჭები ლაშქუდში რამიდა სოფელში რამიდა მაგიტო კი არ დავუსო სოფელი ტალახირობდი და იქ დავრდე იქ რამიდა მე ლაშქუდში სოფელში ვერ გავიგე აბა რა შობი ვერ არა შაგიდა სწავლობ აქ ვერ გავიგე ვერონა სახელმწიფო უნივერსიტეტში რაზე სწავლობ მე პიარზე ბეს ასოფლოზე ვარ მაგრამ რა უშავ წავიდე დაასხობ რა საცხოვრო შენ ლაშქუდში რა გაქვს ის სასახლე სასახლე თავის ძველი წერტილებით ხელიდან გასაშვები არ არის ეს ნუ ეხლა მე ეს მომეწონე ახლა ფლატ შევხედავი ახლა რაღაც ნაკვთები გააქვს და შეგვიძლია ვიმუშაოთ და მეც მომეწონე ხა კაი მაშინ ვისაკოთ რა ახლა თო კაი მუსიკა რა კაი მუსიკა თო ჩატეჯი მას კაი დაგია ვიცაკოთ მარჯვენა ჩაუხარე ბიჭო ჩაუხარე ბიჭო ეი ცა ბიჭო აცადე მარჯვენა არის მაგას შეჭამა გელმა მარჯვენა ჩაუხარე ბიჭო ავი საფერკე ავი ოწია გამულატიშვილი დაჩის ეს უნდა გესლებოდეს ბიჭო გოგო არის გოგო ბილიჯინი ბიჭო გოგო ბილიჯინი აი და ეს ფეტი და გოგო Прямо как маэстро Морис. Ау, эги миркуцилая, авияу! Армევასება ეგი ვიჭო, არმევასება. რომეო, გამარიდე ეს აქედანა თორე თუ დავკარი გავაყრინებ ნაპერწკლებს. აი, ნაპარი. აუ, ნაპერწკლები მაგრამ მე ვარ. მაგარია ნაპერწკლები, მერკუციო. შენ ბიჭო, ტიბალტა ხარ თუ შმიბალტა ხარ? თუ გაგატარე დასგაზე ამოვყნი შენგან ის სტანდარტი ფიცარსა, გაიგე? ბაგე მოხრა ტიბალტა. მოიდიე ბიჭო, აღა მოდი აქა. რა არის? დუელში გიწევ ბიჭო, დუელში გიწევ ბიჭო. არ შერანზია ბიჭო, აი ეს რო დავკრა. ეი ცა ბიჭო, ეი ცა. დუეტი კი არა, დუელი შეჭამა გელ. დუეტი რა ფიქრობ? ავაი. ძნელი ყოფილა თურმე მეგობრობის უღელი, თქვენს წინაშია ვაიმე დუელი. აუ ბიჭო ამას აუშპაგავ ბიჭო სადაც და ვინახავ იქ აუშპაგავ ბიჭო ამას ვის აუშპაგავ ბიჭო შენ ბიჭო იცი ას გეტყვი მაგარი უძდელი ხარ ბიჭო რა სიციტები ბიჭო უდაბნო საქმემივით აჰა აუ მაგარი კაცი ხარ ბიჭო შენ მოდი არ ვიჭხუბოთ და ვიძმაკაცოთ მე და შენ მოდი ვიზმაკაცოთ რა ეხა რაც უფრო მეტი ზმაკაცი მეყოლება და რას რა ვიძმაკაცოთ მაშინ წამოდი დავლიოთ ეგი რაკაბი ამიქა შენობის დაშვილა ტიბატი დაგინდა მაგრობის ზაკაცი ამიქა შენობის დაშვილა ვირა აგი ვირა რომე ველანი ხო რაღაც ათხრა აკვტარს წასვლები არა რესტორანში არა უღოწუნებენ გვილოს და იმქეიბომ რა ის კუტარი და რა ისინი მოგიდა ვერ გავიგე სადარში ასია ცა მე რას მეჯაჭი ამ სადას ვერ გავიგე იმპროვიზაციის ნიჭი არ უნდა გქონდეს შენ რო დაგიძა რომ შეგცემ რა კლდიდან გადახტი უნდა გადახტა შენ ჰა ავიცი არ გაგჩვენი თავში ავიცი ანაკეთან ახალს ვერ ამუშავე ანიკეთან ახალს სპერო ნუ მე გლიზი ახლა ვაზაუტია რომი უნდა შენ წამედი მოლობა საიდუმლო იწყებ არ მცალია მე შენ თუ დამანებად თაკი ამ სიყვარულს რითმები არ სჭირდება გურული ჯულიეტა სახლისკენ გაემართა ჩამძულიეტა და ია ჯულიეტა და სადა ჩამიცხარი საწავიდა ჩამიცხარი რა გაყვანას შედგარ ხალხია ცხოვრობ თაკაბიო ჰა რა მოაღე მაპირებია
გამოხაბული ვითი ბიჭო. აი, შმუთა აშტვერა. სუფლი არ ვიყვა გააფრთხილებდი ძილებია. ჯულიეტა, მოვადი. არ ცხოვრობს ბიჭო, მანდა ჯულიეტა ითხოვე, გეიგე მაყურებში შოუში ბიჭო ერთი ბეწო ინფორმაცია. ფოტომაგლიჩელება იყო. არ ცხოვრობს ბიჭო, მანდა ჯულიეტა იყო. და ბიჭო, ამ ვიდეო ვეყარებიო. ჯულიეტა, არ ცხოვრობს ბიჭო, მანდა. ბიჭო, ე პროფესორის სახლს ვარ მიადგი, აქ და რა სახლები ბიჭო. ერთ შეგად მოგასხამდები დუღარეს და ვისვენებ კემაიზდრეს. ჯულიეტა, გამაიხედე ცა რეიზა მაწვალები, შაბარაის არ უწვალები ამდენი ჩადადა, გამაიხედე რაცხა ქერი რა, გამაიხსათხა. ჩამოიგო პირველი გამე მოუწყოთ პატარა ყაზლები დავზადოთ რაცხა ქერი ჩამოიგო. ზონეუნა რა გინდა რომ შემიყარე მეზობლები, რა გინდა მითხარი? ჯულიეტა, რა გინდა რა? მე ძალიან ჰაი არა არის, ვერ გავიგე, ვერ ვიხდი მე. აი ბიჭო, მე ძალიან რაღაც ხმონდების ხმა გიჭირ შენ მე მგონი, ხო? აი ბიჭო, ჯულიეტა, მე ძალიან არის, ვერ გავიგე, მე შენ Te amo, Julieta, te amo. Te amo, Romeo, pero porque muchos caches, muchos nerviosos, bailando cerca de Romeo, muchos nerviosos, pero porque Romeo, porque muchos nerviosos, Romeo. Julieta, გაკევი, ცოლად, რომეოს, გაკევი, ცოლად. გავყევი ახლა თუ კაი ბეჭეს მიყრე ჩატვარ გავყევი. აუ ძალიან ხო, გაკევი, ცოლად, ქორწილები, მაგრამ მე ვასება ლიმონადი და კიტრითო დავდივარ ხოლმე, აკეთიკი. როგორ მიყარს ქორწილები? აი ბიჭო, სირბილი თუ გავასება, წაიბა, ხო, ყოველგან ცხარები შეჭრია და იჭიქრია, ამერიკა. რომორის გლობას აქვს ხო? Julieta, ხვალიზა გინიშავ პაემას, მალებოალ. ო მანი, პაემანი. ამ ხასტერიენო რა, Julieta, მე ვედი. რა გინდა შემოსაგდებ? ხო ვერ მივიწე. რა გინდა თქვი? რა გინდა თქვი? Julieta, სათხარცა მე ვედი, სათხარ, აი ზაგვე, ამაზე ვახარჯო ფულები და აია. დეპეშა არის ლაჩხუთიდან. ლაჩხუთიდან? ხო. რო? ნახე, აბა. ჩემი სიკვდილი ბიჭო, დღეს დათვალიერებაზეა ცირა ჩაიძის ქორწილი ლაჩხუთში. რა მითხარ, Julieta და არ ეს პოდა მომდა, მაგრამ წავედი მე ჩქორწილში მე ის იგი. გამოვალ მეცა რა. დავაი. რომეუნა. სადარი რომეო გადამაგდო რომეო. აუ გადამაგდო რომეო, რა ფულფულ ავინარი რომეო, გადამაგდო. აუ ჩემი სასახლე, ჩემი ძველი წერტილები რა. ტიბალტი, მოდი აქ. მოვედი, Julieta. ჩემს ხორებას ადრე აღარ აქვს მომეც საწამლავი. აუ, საწამლავი რა ვერ მევასება, თან როგორ აჯება საწამლავი. მისმინე ახლა შენ ტიბალტი. ეს გასინჯე შენ რომ ანუ მართლა კლავს თუ არა რომ დავწუნდი ახლა არ შევწხე ხახთან მიდი. მე რატო უნდა დავლიო პირველმა? დალია კაცი ვადაკასული არ იყოს არ მომწაულს რაღაც არ გაგია. თუ კაია საწამლავი პირველმა. არ მომწაულს ვადაკასული არ იყოს თურქულები შემოახვიჭო რაღაც არ შემომაჩეჩო. რამდენი წელს ხარ შენ? მე 21. 22-ის ვარ მე და საწამლავი პატარაშა და დალია ახლა. თუმასია როცა დიცამწყურია. მაო. ოსტყოს უხში მაჯობე ყოჩახ შენ ჩემს ხორებას ადრე აღარ აქვს. ნახავ დიცხოვიება. Julieta, დამელოდე მეც. აიმე ბოდიში წარე შეხვდა ბოლოში რაღაც წყალი ხوارა მივატანო ბოდიში წყალი. მე ბოდიში წარე შეხვდა რა დიდი ბოდიში რა. აფრა მატარებელი. ვერ ჩხუტაზე რა Julieta, სამიღვა ცა? რა გაიცა? რა დალია საწოლავი დალია დავლე მე ფონტები შედაიდა რეიზა დავლიო არ დალიო თქო კაი ბინა შენთვის არ დალიო რეიზა დავლიო ბიჭო შენი ეზო ჩეროში ვარ გაზდილი იქა თუთასთან არ დალიო შენიანი ვარ ბიჭო რეიზა დავლიო მე ნახი მაგ არ დალიო თქო გეუნები აი ვირა აი ადავლე Julieta, ადავლე ბავშვი კი მიყვარდი მაგრამ სიძულო უფრო მიყვარდი მე ვადი Julieta საგად დავი გამავიდა მე ასე დამთავრდა ეს ტრაგიკული ამბავი. მაცადე ჩემი დიდების ეჭიქობა რა გინდა მითხარი. მაცადე რომ დამიგა, აშიქ და ყვავილები მო, ვიღაცაზე დამიგა, ყველა თადე და რაღაცას ვიზა, ვერ გავიგე. მაცადე ჩემს ეჭიქობა, აცადე ხალხში.
ვინ არის ეს? ასე დამთავრდა ეს ტრაგედია. აუ რა კიდე თქვენი შოუ სცენაზე ირაკლი დიდებულიძე და ზურა ლეგიაშვილი. რა ხდება, აბა თქვენ გამოიძახეთ პოლიცია? კი, მე გამოვიძახე. და როდის მოხდა ეგ ამბავი? რა ამბავი? ჯერ არ მოგიყოლიათ, ხო რა მოხდა, აბა მითხარით. რა მოხდა და ოჯახური პრობლემები. კერძოდ რა პრობლემები? უმუშევრობა ხო ალბათ? არა, ყველა მუშაობთ. არა, თუ ფული გჭირდება, ჩემი ზე დაგეხმაროთ. არა, გვაქვს სამსახური. აბა რა ოჯახური პრობლემა, ჯანმრთელობა ხო არა? არა. არა, თუ რამე მე ვიცნობ, კარგი ექიმებს და დაგეხმარებიან. არა, ჯანმრთელობითაც კარგად ვართ. აბა სხვა რა არის ოჯახური შვილი არა ყავთ? არა, შვილი გვყავს. არა, თუ რამე მე აქა ვარ და დაგეხმარებით, არა. არა, ყავს შვილი უკვე. რამდენი წელი არის თქვენი შვილი? 13. უი, რა თარსიბო სკოლიათ. მაგის გამო ხო არ მოხდა რამე? პირად იყავი ძალიან შეასაკია. არა, ბავშვი რა შუაშია, ოჯახური კონფლიქტი მაქვს. ჩემმა ქმარმა ხელი დამარტყა. ხელი დაგარტყათ? ეხლა აწყოში ლაპარაკობ, სად არის თქვენი ქმარი? არა, ცოტა ხნის წინ დამარტყა. ცოტა ხნის წინ მე გუში რატო არ მითხარით? გუშინ არ ვიცოდი თუ დამარტყა. მე რა მინიშნება მაინც მოგეცათ. როგორ მომეცა მინიშნება, არ ვიცოდი თუ დამარტყამდა. კარგი, გასაგები, არ ცოდნა, არ ცოდვა. მე ჩათვალეთ გაბატით. რა ადგილას დაგარტყათ? არ ვიცი, ყველგან თავზე, ტანზე. არა, უფრო კონკრეტულად რა ადგილებში? არ ვიცი, მასე ზუსტად ამას აქვს ასეთი მნიშვნელობა. არა, უბრალოდ დუნდულებში წამორტყა მოსულა ცოლ-ქმარში. ხომ ხედავ, თვალი მაქვს გაურჯებული. ვაუ, რა მაგარია, ლინზებია? თვალს გარეთ გეუბნებით. თვალის გარეთ პრობლემა არ არის. რა მაინტერესებს, თქვენი გვარი კაცია? კითხვა ვერ გავიგე? არა, პირდაპირ მიპასუხეთ, ნუ გავართულებთ. რა საკვირველია კაცია? და თქვენ ხალი ხართ ამის მერე? ვერ გავიგე, რას მეკითხებით? თქვენ მაგ ქმარმა დაგარტყათ და მაგის მერე კიდე ამობთ რომ კაციაო? კარგით, რა ნუ მაბნევთ, სადაც ძალიან დაბნეული ვარ. კარგი, გადავიდეთ საქმეზე. თქვენ თქვით რომ ჩემ ქმარს გოგა ქვიაო, არა? არა, არ მithქვამს სახელი, თამაზი ქვია. ეხლა ხო თქვით? კი, თამაზი ქვია. და რატო თამაზი და არა გოგა? რატო აფარებთ ხელს? რა ხელს ვაფარებ? მე თვითონ დაგირეკეთ, რომ საქციელისთვის დაისაჯოს. და რატო დაგარტყათ? რამე ხო არ დააშავეთ? არა, არაფერი. აბა ისე მოვიდა და დაგარტყა, არა მგონია. ხო არ იეჭვენა რამეზე? არა. არა, და ნასვამი ხო არ იყო? არა. რო დაელია იქნებ აღარ დაერტყა მერე. არ ვიცი, შეიძლება. ჯერ ხო არ დაელია? კითხვა ვერ გავიგე? ვერც მე. კარგი, საქმეზე გადავიდეთ. თქვენი სახელი მითხარით? ნათია. გვარი? ხაჭაპურიძე. რა გაცინებთ? არა, უბრალოდ ეხლა ხამ ჭამე ფენოვანი და სასიამოვნოა. მე გახლავართ რამაზი. რამაზ ლობიანი. კარგით, რა, ნუ დამცინით. კარგი, თქვენი დაბადების თარიღი მითხარით? 1991 წლის 1 ოქტომბერი. ვაუ, ერთ დღეს გქონია დაბადების დღე. მე სექტემბერში მაქვს, ოღონდ მე 3-ში. იცით, მე საერთოდ არ ვარ ხუმრობის ხასიათზე. კი ბატონო, მოკლედ, ჯერ არ დავაკავებ თქვენ ქმარს. რატომ? რატო და ერთი დანაშაულის გამო ხო არ დავიჭერ? როგორც ჩანს, თქვენ ქმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ნევროზი აქვს, ჯერ მივიდეს ფილოლოგთან და თუ კიდე განმეორდა ასეთი რამე, უკვე დამირეკეთ და მე ჩავერევი. მოიცათ, ფილოლოგთან თუ ფსიქოლოგთან? ფილოლოგთან. ფილოლოგთან რომ მივა, იქ თვითონ ფილოლოგი აუხსნის, ეთქვის რომ ჩემთან არა, ფსიქოლოგთან უნდა მიხვიდეო და მე წავა ფსიქოლოგთან. გასაგებია? კარგი, კარგად სანდევთ, თქვენ თავის ჩავიწერ, კარგად ხართ. აგრეთ არ არის. ათი 11 ისტორიული პერსონაჟების სიმღერა. მე ვარ მსოფლიოს დამყრობელი, ალექსანდრე მაკედონელი, ქალი კაცი მე არ ვიცი, გული მაქვს დაუნდობელი, გადაუარე ევროპას, გადაუარე
საბჭოეთინ მომერია აქედან გორელი სტალინი იქიდან მეგრელი ბერია დამინგრიეს იმპერია დამბრიდეს აქვე უბანში ამბიცია დიდი მქონდა პატარა მქონდა ულვაში ამბიციას დიდი მქონდა და დიდი მქონდა ულვაშიც ნაციზმი ისე შერჯა მე გავათავე როგორც კახური ლავაში შიბუხი და მარმელადი ეს მე ვარ თქვენი ბელადი რა ქვეყანა დაანგრიეს წამომაყენა რომ მიგაფრიტოთ ყველანი SSRიზაცია ეს მე ვარ თქვენი ბელადი ტავარიშფერია მიგაფრიტოთ ყველანი SSRიზაცია ჰიტლერ გამოუც SSRიზაცია მიდი შევარდნაძე სოფლიო ვერ დავიყარი მე სოფლიო გადავლე მისკირამე აშენა ყველაფერი დავანგრია ჯერ საბჭოთა კავშირი და მერე ბერლინის კედელი მიწის რატომა შემოქმნეს ედუარდ გამაგრიელი ჩეჩნეთის პრეზიდენტი ვარ კადიროვი რამზანი ოფიციალურ შეხვედრებზე ყოველთვის მოსვია ესმანი არავის დაპყრობა არ მინდა ევროვიზაცია რუსეთმა გამარემონტა არ ჩაგასაკეთებელი კანალიზაცია რამზანა ვარ კადიროვი კანალიზაცია ადრე ვიყავ პარტიზანი დამპიტაური გიორგიე აფციაური დამპიტაური საღამო მშვიდობისა მე ხა წარმოგიდგენთ ოღონდ არ შეიმჩნიოთ დამწყები იუმორისტის მონოლოგს ეხა ბიჭი მოვა თქვენთან დამწყები იუმორისტია და გაიცინეთ რასაც სიტყვის გაიცით არ აგრძნობინოთ რომ ვერ ხუმრობს მაშასე მივესალმოთ დამწყები იუმორისტს გამარჯობა მითხარით თხამგაჯობათ დაუკარით ტაში აბა ყველამ კარგად ნახეთ რამე ხო არ დაგჭათ სახში ეხა გაცინოთ შეყვარებული უმღერის სერენადას ბიჭი უმღერის გოგოს სერენადას და გამოდიო ბიჭი ეუბნება გოგო არ გამოდის ან როგორ გამოვა მშენებარე კორპუსში გოგოს რაუდა ეს ხუმრობა დილით მოვიფიქრე ჩებურაშკა შედის სახინკლეში უკვე სასაცილოა რო ჩებურაშკა ხო სასაცილოა ყურები აქვს დიდი ხო ჩებურაშკა შედის სახინკლეში 99 ხიკალი მომეციო და ბიჭი კი ეუბნება რომ პრიბორიო რა პრიბორიო და მააწექი მარო ანუ ესენი ცალ-ცალკე ხო არ იყო სასაცილო და გავაერთიანე ეს მუცლები დაიჭირეთ ხელით რა გჭირთ დაწყდეთ ციცი ბელადენი თურმე შეყვარებული ყოფილა ხო და უღალატა შეყვარებულმა რა მაგარი მოიცადეთ ხა მაგარია შეყვარებულმა უღალატა და შევიდა აბაზანაში და ვენები აიფეთქა ანუ ხო იჭიან ხოლმე და მაგას მოვაფიქრე რომ ეს უფრო კარგი იქნებოდა რა საერთოდ ჩემიენ ბელადენზე რატო არ გაიცინეთ მტერს და მოკავშირეს ვერ არჩევთ
კარს რატომ იკრა თქვენი გაზდილი ვარ? მივდივარ ქუჩაში. ქუჩაში შემხვდა გენმოდიფიცებული სიმინდი. მე რას მიყურებ ბიჭო? მე რას მატყუებ? შენ მოხარშულს გიცნობ მეთქი. იმ დღეს სახლში მივედი, ვიბანავე, თმები გავიშრე, ხალათი ჩავიცვი და თუ იცით რა ვქენი. არ დამიძინია. არა. წავედი და შლოპაცის ძეგლი ჩავიცვი. რამდენს იცით, რამე არ გეწყინოთ. გაგაცნობთ შემდეგ ხუმრობას და გაცინების გეგმას. ჯერ იცინიან ქალები და ბავშვები, მერე მოხუცები და მერე კატაზის და იცინის. აი წარმოიდგინეთ კატაროზის და იცინის ეს იქნება პრიკოლი. დაიწყო ხუმრობა. ანუ კატაზის და იცინის. სახლს ვაშენებ, მოვაწყე სარდაფი და სულ ბოლო სართულზე ზემოთ იქაც იგივენაირად გავაკეთე. რა გამოდის? მანსარდაფი. კატა გამახსენდა. ნინ დღეს მივდივარ მანქანით და ტრასაა დაკერებული ბებიაჩების დიფხავივით. ბებიაჩების დიფხავივით უკვე მეცევა, ბებიაჩების დიფხავი ხო სასაცილო. დაკერებულია ბრახ, მეთქი რა არის ბომბი დამეცა თავზე, თურმე საბურავი გასკდა. ანუ ბომბის ხმა ხო აქვს საბურავს. ხო და გადმოვედი თურმე უკანა საბურავი. მე ვამბობ მეთქი წინა საბურავი მაინც იყოს, აქვე შევცვლი მეთქი. ეს ხუმრობაც კარგად მოვიფიქრე. ხო და გადავედი და ლურსმანი არაა შერჭობინი საბურავში. რა არის? ვის გაუგია ტრასაზე სურათის ჩამოკიდება? დამიკარით ტაშები, სიცილით დაწყდნენ ნაშები. თქვენი შოუ და ჯანსაღი ცხოვრება. პარარარა. We know to do ki kalbe. Flash dance. Oh. Machu. Salita. Nikusha, Parula, Kaki, Rezo, Quara, Wano, Absida, Alexa, People, Nadia, Marshalla, Erti Obisan Okre. Some Shabbats, old star, say, Videret, Vichumret, Gagato. Mogi spile, Iva G.
შიგებგება შვილო თავს დაიღუპა თუ იქნები ჯიპიანი ნუ იქნები ღიპიანი გოგოებს ისე დაკერა არ დაგჭირდება პიარი კაცის გული ისეთია ვითმორები შავი ზღისა რაგი კარგი ცოლი ხავდეს მაინც ელადრება სხვისა სხვისი ცოლი 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 სხვისი ცოლი შემოხდი და გამიფრინდი როგორც თოლია ინდი მინდი ფერაჩინდი ბაგექონია ვაირა უცებ გამიფრინდი რა შორს ახვედი დამიდობე სულში სელაგუნში ნაველი ყოველ სამშაბათს აი ასეთი იყო დღევანდელი თქვენი შოუ. გემშვიდობით ერთი კვირით და დაიმახსოვრეთ ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის, რადგან ეს არის თქვენი შოუ. იყვალეთ ერთმანეთი ისე როგორც მე და ავიკოს. სუ.